პირობითად განთავისუფლება ისევ და ისევ ანტიკრიზისული საბჭოს დამსახურებაა, რომ 25 დეკემბრიდან ამოქმედდება და ამის პირობაა სწორედ ის, რომ მიღწეულია შეთანხმება ხელისუფლებასთან ერთად, რომ სამოხელეო დანაშაულებთან დაკავშირებით მოხდება სწორედ შეტყალებასთან დაკავშირებული შეტყალებით მიღწეული განთავისუფლება და ამავე დროს პირობით ვადაში ადრე განთავისუფლება. ანუ ეს შეკითხვაზე თავარი მინდა გითხრათ, რა თავარი. რა შეიძლება თავარი, აქილევსის ქუსლი, ჩვენი არის 260 მუხლი, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობა ადამიანების დაკავებული. ხოლო 273 მუხლით ყოველ წელიწად ხორციელდება 3000-მდე ადამიანის მსჯავრდება. 273. ეს არის განმეორებით მოხმარებასთან დაკავშირებით. სტატისტიკა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვმუშაობ ამ საკითხზე, თუ რამდენი პირია დაკავებული 260 მუხლით. ცალკე სუბუტექსი, ცალკე მეტამფეტამინის ჯგუფით, ცალკე ოპიატებით, ცალკე ჰეროინით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რატო? წინა მოწვევის პარლამენტში ბატონი გიგი წერეთლის მიერ ინიციირებული იქნა კანონ პროექტი გახსოვთ მთელი პაკეტი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და სადაც ერთი პატარა ფრაზაა ჩადებული. მომხმარებლის სტატუსი უნდა განისაზღვროს მსოფლიო ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სტანდარტის მიხედვით. ანუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას განსაზღვრული აქვს ხალხო ვინ არის მომხმარებელი. და ჩვენ პარლამენტს 24 ოქტომბრიდან უნდა დაეწყო მეორე მოსმენა საკომიტეტო, ამას მე ვგიძახი ღიად, არ არის სასამალი. გამოიწვია ჩემ პროტესტი პირადად, თუ რატო არ დაიწყო განხილვა, ხოლო შემდგომ, როდესაც ჩვენ ანტიკრიზისული საბჭოს მასშტაბით ხდებოდით უკვე ხელისუფლებას და ერთ-ერთი შეხვედრა იყო ზუსტად მთავრობის დამტკიცების დროს, მე მაშინ გავუსვი ბატონ ზურაბ ადეიშვილს ეს შეკითხვა. ხომ არ არის საქმის კურსი და სხვასაც საპარლამენტო უმრავლესობიდან, თუ რატო შეანურდება მეორე მოსმენა ამ ნეტად მნიშვნელოვანი პაკეტის, რომელსაც შემდგომში უნდა განესაზღვროს სამართლებრივი მწვანე შუქნიშანი აერთო მატერიალურ კოდექსში უკვე 260 მუხლით, 273 მუხლით და 272 მუხლით და მე გეტყვით რა გავარკვიე. ისევ და ისევ უბრუნდები ანტიკრიზისულ საბჭოს. ანტიკრიზისულმა საბჭომ არ უნდა რეკლამა არ არის. ანტიკრიზისული საბჭო ეს არის მექანიზმი, ეს არის საშუალება რეგიონები რა ეკეთება ხოლმე. არ არის პოპულარული პოლიტიკურად ამისი მოსმენა როცა ამას შეიძლება ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატში დგება დღის წესრიგში ისევ და ისევ რომ დაიწყოს განხილვა აი ამ ნეტად მნიშვნელოვანმა საკანონმდებლო ნორმამ, უბრალოდ კანონ პროექტმა, რომლის შემდეგაც პირდაპირ განისაზღვრება მომხმარებელი, ახდება უკვე დიფერენცირებული ეს და აღარ გვექნება პრობლემა, ვინ არის გამხმარებელი, ვინ არის ანუ შეიძლება ეს განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. 80% ნაკლებად ძიმე კატეგორიის დანაშაულებების და არ არის შეტანილი მოქმედ კანონ პროექტში. კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ჩამოთვალეთ მუხლობრივად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე გაისვას ხაზი თაღლითობის მეორე ნაწილს და რატომ. თაღლითობის მეორე ნაწილი, რომლის მაკვალიფიცირებელი არის თაღლითობა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ძალიან ხშირ შემთხვევაში გამომდინარეობს სამოქალაქო სივრცეში არსებული დაფარული ნაკლის მქონე ხელშეკრულებები. აი მაგალითად სამოვიდა ადამიანი, უნდა ბინა იგირავოს. ბინა დაგირავოს, ბინა დაგირავოს სამოვიდა. არ გვინდა რა. ფორმდება ნოტარიუსთან. სესის ხელშეკრულება დაფარული ნაკლია, შემდეგ აღმოჩნდება, რომ პიროვნებამ არ იცოდა და სოციალურ რეჟიმში ადამიანი ძის თაღლითობის მეორე ნაწილი. ეს არის თავარი. თავარია ისიც. ამიტომ მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას, ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის ის მაგის წინააღმდეგობის ხარისხის შეფასება. იქ უნდა იყოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი, რომ ხარვეზის გამო სწორედ მას საშუალება მიეცა, რომ ეს ჩაედინა და რატო? თვითონ გადავალებული სოციალისტებასთან დაფარულ ნაგზი აკეთებს ნოტარიუსთან კონკრეტულ მუხლებზე, ნუ ვისაუბრებთ, აი ეს არის რეალურად, მოდი ხავარია. ულიგნობაზე ვისაუბრებთ. ეს არის უმოტივო დანაშაული თავისი აქვს. ერთი წამი ძიმე კატეგორია. ერთი წამი.
პრეტენზიები, რომელიც გამოაყენეს შეკითხვას დაუხსოვ და უპასუხოთ. შენიშვნები, რომლებსაც ისმენთ ამ დარბაზში ამ ამნისტიის კანონპროექტის მიმართ. თქვენ გაგიჩნდათ უმრავლესობის წევრების მიმართ და მათგან უარყოფილი იყო სხვა კონკრეტული მოთხოვნები სხვადასხვა მუხლებთან დაკავშირებით. თქვენ იყავთ ერთადერთი ახი, რომელსაც გააშუქა ჩემი გამო. რატომ არ გაიზარდა? რატომ როცა მეორე მოსმენის წინ ამ თემაზე მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ განცხადებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ მუხთან დაკავშირებით იქნება ანუ იმედი არის, კი ბატონო, ძალიან პირველი მოსმენა ქალბატონო და მეორე მოსმენის წინ ჩვენ ამაზე კიდევ გაითვალისწინეთ პირველი მოსმენის დროს. რეკომენდაციო ფაქტების წერილი გაერთო კანონპროექტს. ჩემი საქმე ძალიან მოკლედ თქვა და ამით დავამთავრებ. არ შემიძლია თქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულნი, არ იქნებით მართავნი, რომ ამ საკითხს არ შევეხოთ. არც ერთი მუხლი, რომლითაც ეს პოლიტიკური პატიმრების ციხეში ცეдан, არ არის შესული ამნისტიის შესახებ პროექტში. მაგალითად, ისეთი უმკირნეულო მუხლები, როგორიც არის ხულიგნობის მეორე ნაწილი, როგორიც არის იარაღის წარება 226 მუხლი, პირველი მეორე ნაწილი, როგორიც არის 225 მუხლი, მასობრივი არეულობა, როგორიც არის სამოხელეო დანაშაულობები 332, 333. რატომ? იმიტომ რომ თუ ეს მუხლები შევიდოდა, ეს ადამიანები განთავისუფლებოდნენ ამნისტიით. გადაულოცეს შეწყალებას. ესეც არის ფიქცია. რატო არის ფიქცია? იმიტომ რომ აი ქალბატონი ელენე ბრძანებდა დასაწყისშივე მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დოგმა, მაგრამ ეს არის პრაქტიკა, რომ უნდა დაწერო შეწყალება, უნდა ხოლო პრეზიდენტს, ახლა მითხარით, რომელი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს, დაწერს განცხადებას პრეზიდენტის სახელზე, რომ შემიწყალე ვინანიებს ჩადენეს დანაშაულს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც შალვა რამიშვილის შემთხვევაში, რამდენჯერმე თქვენ, რომ არ დაწერა განცხადება და ამიტომ ვერ გათავისუფლებს, ასევე მოგვიბრუნებენ იმ 16 კაციანს, 15 კაციანს და გვეტყვიან, ვერ გათავისუფლებს ამ ხალხს, იმიტომ რომ არ წერეს. ასე პინგ-პონგის თამაში, შეიძლება ვიღაცას თვალში ნაცარ ხაყი, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოებას აქვს საღი ანალიზის უნარი და მე უბრალოდ მინდა გავიგო, რომ თუ ამნისტიის 55 მუხლიან პროექტში 40 მუხლი შევიდა ისეთი, რომლის სანქცია არის 1 წლამდე და ზოგ მუხლს არ აყავს საერთოდ მჟავდებული პატიმარი ბრალდებული, მაინტერესებს რატომ არ შევიდა ზუსტად სისტემურად ის მუხლები, რომელიც პირველ რიგში განწმიცავდა საპატიმრო ადგილებს, თუ ეს იყო პრიორიტეტი, პირველ რიგში აისახებოდა განთავისუფლებული ადამიანების რიცხვზე. რატომ აისახებოდა ჯარისკაცებზე, სწორედ ამით ეს იყო ჩვენი განჯის საგანი, დღევანდელი და ჩვენი დისკუსიის საგანი. მუშაობთ ამ თემაზე ჩვენ მუშაობთ ამ თემაზე, რა თქმა უნდა, გეთანხმებით და სარეკომენდაციო ხარისხის წერილი პირადად ჩემგან დღეს დევს ბიუროში. და უარი მიიღე. არ მივიდეთ უარი, პირიქით მეორე განხილვის წინ, მეორე მოსმენის წინ კიდევ ერთხელ გავაკეთებ განცხადებას, წინასწარ მე ვერ გავაკეთებ განცხადებას. ქალბატონო ნინო და ნება მომეწით მე კიდევ ერთხელ მომიწევი. საგაბარი ანგარბაში მოსვა არ არის, მოდი ქალბატონო უკვე 2000 ადამიანი გამოუშვით. ჩემი პოზიცია გაინტერესებს დღევანდელ კენჭისყრასთან დაკავშირებით, დღეს მე თავის შევიკავე. არა, წინამდე ვერ მივცემ, იმიტომ რომ თუნდაც 800 კაცი რომ გამოვიდეს, 1000 და 2000, მე უძლება არ მაქვს ამის წინააღმდეგი ვიყო. კი ბატონო, ქალბატონ მანანას, რა შეგვიძლია ამ გადაცემას მართლა უყურებს ძალიან ბევრი პატიმარი, ამ პატიმრის ოჯახის წევრი და ერთი მუხლი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ და შეიძლებოდა გარკვეულწილად შეხებოდა. ეს არის 379-ის მეორე, ანუ სასჯელ ასრულების დაწესებულებაში, ანგრევებითი ყოფნის იზოლატორში, აკრძალული საგნის შენახვა, ტარება ან საგნის სარგებლობა. აი ამ მუხლით არიან ძალიან ბევრი ადამიანები, მშავდებულები, ანუ გამატებული აქვს მათ სასჯელი ასრულების დაწესებულებაში. ერთ-ერთი ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ევროპის სასამართლოში მოიგო საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის გია ფასურია, რომელსაც მთელი საქართველო ისწობს, მე მგონი, რომელსაც 2 კვირა ჰქონდა დარჩენილი, ძირითადი სასჯელის მოხდისგან 3 წლით ჰქონდა ეს ეკა წარმოადგენდა მაშინ მის ინტერესებს.
ორი კვირა ქონდა დარჩენილი, დაუმატეს კიდევ 2 წელი, ამ ადამიანს არც პირობითი შეეხო, არც შეწყალება და არც ითხოვს ამ შეწყალებას და არც მოითხოვს. და წარმოიდგინეთ პრეცედენტი, როცა იუსტიციის სამინისტრომ პატიმრით ბარათზე ჩაურიცხა ის საკომპენსაციო თანხა, რომელიც სტრასბურგმა სახელმწიფოს დააკისრა. ამ ადამიანს რატომ არ შეიძლება შეეხოს ეს ამნისტია? მე ვფიქრობ, საპრობილო ჩადა, ჩიტი ვერ